მოგესალმებით, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოკლედ, ვახსენეთ ქართული ოცნების ერთ-ერთი არგუმენტი ეს არის, რომ დანაშაულის შესახებ მათ როდესაც გაიგეს, დასაჯეს მოძალადე პოლიციელები. თუმცა ამ ხნის განმავლობაში ვიცით, რომ ეს პოლიციელები თავად სისტემაში მუშაობდნენ და დიდი ალბათობა იმისა, რომ ესენი ფიგურირებენ სხვა ტიპის ძალადობაშიც. ვიცით, რომ ასევე არის არაერთი ფაილი, 33 ფაილი სახელდება, რომელიც გაცილებით უფრო მძიმე სანახავია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ გაცილებით მეტია ასეთი ფაილები და გაცილებით მეტია ასეთი ტიპის დანაშაული. პირველ რიგში, როცა ჩვენ საუბრობთ სისტემურ დანაშაულზე, უნდა ვიცოდეთ, რა ნიშნები ახასიათებს ამას, ხომ? რატომ? იმიტომ, რომ ქართული ოცნება ცდილობს საზოგადოება ისევ შეცდომაში შეიყვანოს და მას უთხრას, რომ თურმე ეს არის ერთეული, ცალკეული შემთხვევები, რასაც ნამდვილად არ აქვს ადგილი, ხო? იმიტომ, რომ ეს არის არაერთ შემთხვევაზეა საუბარი, რომელიც ვიცით და ძალიან ბევრი შემთხვევა ისეთი, რომელიც არ ვიცით. როდესაც სისტემურ დანაშაულზეა საუბარი, ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევა, როდესაც ეს არის ორგანიზებული, მიზანმიმართული და გარკვეულ, ასე ვთქვათ, ჯგუფზე მიმართული დანაშაული, რომელსაც აქვს განმეორებითი ხასიათი. და რაც მთავარია, სადაც არის აქტიურად დაუსჯელობა. ეხლა თითოეული ეს ნიშანი რო ჩავშალოთ, იმიტომ მე მინდა რომ ჩვენ საზოგადოებაც არ იყოს შეცდომაში შეყვანილი და თავადვე გაანალიზოს, მას აქვს ხო იმის უნარი, რომ თავად გაანალიზოს თუ რა ხდება მოცემულ შემთხვევაში. როდესაც ჩვენ გვაქვს საუბარი მაგალითად საბას ხვიტარიძეზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, რეჟიმის პატიმარი, ამჟამადაც პატიმრობაშია, რომელიც აწამეს თბილისის მთავარ სამმართველოში და ერთადერთი რომელიც დაზარალებულად იქნა ცნობილი. როდესაც ჩვენ გვყავს რეზო კიკნაძე, ასევე რეჟიმის პატიმარი, რომელიც ასევე აწამეს, ცოცხლად დამარხვით ემუქრებოდნენ ამ ადამიანს, ხომ გარდა იმისა, რომ ფიზიკურად აწამეს, იმიტომ რომ სასურველი აღიარება. ის კი არა რომ დანაშაული ჩაიდინა და ცხელყვალზე გაყვნენ და დამნაშავე აიყვანს, აღიარება მოეპოვებინათ. დამნაშავესთანაც კი არ შეიძლება ასეთი მეთოდებით მოპხრობა. დემოკრატიულ სახელმწიფოში და ჩვენ ვიბრძვით ყველა ხო ამ დემოკრატიული სახელმწიფოსთვის. გავიხსენოთ კიდევ უფრო მძიმე შემთხვევა ალან ყაყიდაშვილის შემთხვევა, რომელიც გარდაცვალებით დასრულდა. იმდენად ცემეს განყოფილებაში, რომ ეს ადამიანი გარდაიცვალა. გავიხსენოთ დემოს სტურუას შემთხვევა, რომელმაც თვითმკვლელობამდე მივიდა, ანუ თავი მოიკლა და წერილი დატოვა, სადაც უშუალოდ ასახელებს დამნაშავეს, ხომ? გორის შემთხვევა ერთ-ერთი ბოლო არის, რაც ჩვენ ვიცით უბრალოდ, თორემ ასეთი ალბათ არაერთი ხდება. ხო, არაერთი ადამიანი და რომ არა ეს კადრები დიდი ალბათობით ახლა ეს ლოსლაშვილი იქნებოდა საბრალდებო სკამზე და ჩვენ ამ მიმართულებით გავაშუქებდით მის ამბავს. ან საბრალდებო სკამზე იქნებოდა და ახალი რეჟიმის პატიმარი გვეყოლებოდა ესე რომ არც გვეცოდინებოდა, იმიტომ რომ არ გვეცოდინებოდა რეალურად რა მოხდა იქ, ან სამწუხაროდ შეიძლება ალან ყაყიდაშვილის მსგავსად დამდგარ იყო ეს შედეგი, იმიტომ რომ როდესაც ამდენი ათეული პოლიციელი თავს გახვევია და რიგში დგანან როგორ გაგისწორდნენ, ხომ? ეს არის პრობლემა. ეხლა ის ნიშანს დაუბრუნდეთ ხო ორგანიზებულობაზე და სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობაზე, როდესაც საუბრობთ. ნახეთ, რამდენი ასეთი შემთხვევა დავასახელე, ეხლა უცებ რაც მომაფიქრდა და მომაგონდა და გამახსენდა, ხო? თითოეულ ასეთ შემთხვევაში ჯერ არსებობს შინაგან საქმეების სახელმწიფო ზოგადად, რომლის ეფექტურ კონტროლ ქვეშ არის მისი წარმომადგენლების, ხო? და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ანუ სამართალდამცველები არიან მისი თანამშრომლები, მისი წარმომადგენლები, მათი კონტროლი, რომ მათი მხრიდან არ მოხდეს დანაშაულის ჩადენა. ანუ მოქალაქეები და ჟურნალისტები კი არ უნდა იღებდნენ და ავრცელებდნენ ამ კადრებს მისი ეფექტურ კონტროლ ქვეშ, რაც არის მისი ვალდებულება, რომ უზრუნველყოს, რომ ასეთი რამე არ მოხდეს. ანუ ეს პირველი, რაც მნიშვნელოვანია და რასაც არ აკეთებს სახელმწიფო. მეორე, როდესაც ასეთი დანაშაული ხდება, როგორც კი რაიმე ეჭვი გონივრული გაჩნდება და კადრები სულ რომ არ იყოს, როდესაც რამდენიმე ადამიანი უთითებს, რომ სავარაუდოდ მასზე იძალა და პოლიციელმა უკვე ეს ნიშნავს, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს და უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანო თუ რა ხდება იქ. ანუ შინაგან საქმეთა სამინისტრო ყავს, რომელიც თავად არღვევს და თავად გამოდის მოძალადის როლში, ხო? ყავს პროკურატურა, რომელიც არ იძიებს ამას. ანუ უკვე სხვა სტრუქტურაა ჩართული. ყავს სასამართლო, რომელიც უდანაშაულო ადამიანებს და გზაზე დგომისთვის, მაგალითად, წინასწარ-პატიმრობებში ტოვებს ხალხს. 9 თვიან წინასწარ-პატიმრობებში და პოლიციელს, რომელმაც იძალა და გირაოთი უშვებს გარეთ.
ანუ სასამართლოც ჩართულია. სახელმწიფოს აქვს ორგანიზებული სტრუქტურა, ჯერ ყავს წახალისებული და შექმნილი და წახალისებული ეს მოძალადეები და შემდგომ ისე აქვს დალაგებული თავისი ეფექტური კონტროლის განხორციელების ნაცვლად თვითონვე უზრუნველყოფს, რომ ეს მოძალადეები არ დაისაჯონ. წახალისებული და შექმნილზე კიდევ ერთ ამაზე მინდა ხაზი გაუსვა. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ, მაგრამ გომელაურის მინისტრობის პერიოდში როდესაც მიიღეს რაღაცა ნორმატიულ აქტებში, კანონებში ცვლილება, რომლის ფარგლებშიც მინისტრს საკუთარი ბრძანებით, ისე რომ არც ასაკით დაინტერესდეს, არც განათლებით დაინტერესდეს, არც პირის გადამზადებით დაინტერესდეს, შეიყვანოს და პოლიციის მუნდირი და პოლიციის ფორმა ჩააცვას ნებისმიერ პირს. და ჩვენ შედეგებს ხედავთ, ხო უკვე ამ კანონის და ამ ბრძანების. შედეგებს ხედავთ. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გახვიდეთ ქუჩაში, შეიძლება 18-19 წლის ბიჭები შეგვხვდნენ ჩაცმული პოლიციის ფორმაში, რომელსაც თავი მიაჩნიათ პოლიციელებად. მეცაც გეტყვით, როდესაც მე ადმინისტრაციულ სამართალ და ეგრეთ წოდებულ სამართალდარღვევის საქმეებზე ადამიანების დაცვას ვახორციელებდი სასამართლოში, ხო? კრინპოლის წარმომადგენლების გამოკითხვის დროს სასამართლოს წინაშე არც ერთ იურიდიული განათლება არ ქონდა. არც ერთმა არ იცოდა რა არის კონსტიტუცია, რა არის სისხლის სამართლის დანაშაული და როგორ შეიძლება განასხვაოს სისხლის სამართლის დანაშაული და ადმინისტრაციული გადაცდომა ერთმანეთისგან. როდესაც ეს პირმა არ იცის ადამიანის ძირითადი უფლებები, ეს და შენ უშვებ რომ ასეთი პირი სისტემაში მიიღო და მიიღო მასობრივად, ეს ნიშნავს რომ შენი მიზანია არა კვალიფიციური, ადამიანზე მორგებული, წესრიგის დამცველი სტრუქტურის შექმნა, არამედ ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც ადამიანებს, ანუ თავიდანვე ასწავლი ძალადობას და ქმნი იმისთვის, რომ შექმნა განხორციელდეს ძალადობა. ეხლა რატომ არის ძალადობა საჭირო? ამასაც ვიტყვით თუ მაქვს დრო. რატომ სჭირდება ძალადობა? იმიტომ რომ ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ქართული ოცნებას დღეს აქვს მიტაცებული ძალაუფლება, ხო? და ამ მიტაცებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება ადამიანების გაჩერება, დამორჩილება. სწორედ ამ მიზნით მას აქვს შექმნილი ძალადობრივი ჯგუფები. ეს არის ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ძირითადად სპეცრაზმელები და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები და მეორე არაფორმალური დაჯგუფებები, ანუ ტიტუშკები, რომლებსაც არ სჯიან და დაუსჯელობას მივედით დაუსჯელობამდე, რატომ არ დასჯის? აი ხა ხალხს რო აჯერებენ, რომ ჩვენ ვსჯით. არა, ის არ დასჯის, არასდროს არ დასჯის მოძალადეებს. იცით რატომ? იმიტომ რომ მოძალადემ თუ დაინახა, რომ ის რომ არაკანონიერ დავალებას იღებს და მე ასრულებს, ის დაისჯება. მერე სხვა აღარავინ შეასრულებს იმ უკანონო დავალებას. შესაბამისად, ეს არის ერთი დიდი სისტემა, რომელიც შექმნილია ზუსტად იმიტომ, რომ ადამიანებზე იძალადონ, ადამიანები დააშინონ და არავის იმისი მიზანი არ აქვს, რომ ეს დანაშაული აღმოიფროს და ძალადობა არ განხორციელდეს სახელმწიფოს მხრიდან. იმიტომ რომ თვითონ სახელმწიფო ქმნის ამ ყველაფერს. პირიქით ჩვენ ვნახეთ იგივე ქართული ოცნების გადაწყვეტილება სკროლვას სკრინვის სააგენტოს შექმნასთან დაკავშირებით. ცნობილია, რომ 60-მდე საქმე წარადგინა სამართლოს შექმნიდან დღემდე სასამართლოებს განსახილველად. თავად რაზე მეტყველებს, რა ეფექტი შეიძლება ამ ყველაფერმა მოახდინოს უშუალოდ, რამდენად შეძლებს ქართული ოცნება ამგვარი მეთოდებით საზოგადოების კრიტიკული ხმა ჩაახშოს? ქართული ოცნება ყოველთვის არის ძიებაში ახალ-ახალი რეპრესიების, რომ როგორღაც მოახერხოს და გააჩუმოს ადამიანები, დააშინოს ადამიანები. ეს ძალადობა, რაც მე აქვს წერილას ემსახურება ადამიანების დამორჩილებას, იმ ხალხის, ვინც არ ემორჩილება. გარდა იმისა, რომ ყავს კონფორმისტები, გარდა იმისა, რომ ყავს თავისი დამორჩილებული ადამიანები, არის ამ ქვეყანაში ჯგუფი, რომელიც ვერ გააჩერეს. ჩვენ ნახეთ გაზრდილი, არათანაზომიერად გაზრდილი, აი კოლოსალური რაოდენობის ჯარიმები და ოდენობის ჯარიმები. ჩვენ ნახეთ უბრალოდ ტროტუარზე დგომის გამო დაჭერილი ადამიანები. ჩვენ ნახეთ ტიტუშკების თუ სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი და ნაწამები ადამიანები, მაგრამ პროტესტი გრძელდება და ადამიანები ვერ ადამიანებს, ოჯახის წევრებს აგინებდნენ, ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსლობითაც. კი ბატონო, ასეთიც იყო და არავინ არ დასჯილა. რატო არ დასჯილა? სახელმწიფოს არ აქვს იმის რესურსი, რომ გამოიძიოს? რა თქმა უნდა, არა. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ თავად ჩაიდინა ეს დანაშაული, ან მინიმუმ წაახალისა და სანქცირება მისცა. ეხლა მაგალითად მე, რომ აი გავგიჟდე და თქვენ დაგირეკოთ და გაგინოთ. ეგრევე დამიჭერენ, რა თქმა უნდა, ხო? ანუ ეგრევე. იმიტომ რომ სახელმწიფოს აქვს ამის რესურსი, რომ ჩემი ნომერიც დააიდენტიფიციროს, ხმაც დააიდენტიფიციროს და დანაშაული გამოავლინოს. აქ საუბარია ნებაზე. ამიტომ არის საუბარი და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ პოლიტიკური ცვლილების გარეშე, სანამ ქართული ოცნება არ შეიცვლება, ჯანსაღი პროევროპული ძალებით, ქართული ძალებით, პირველ რიგში პროქართული საზოგადოებაზე რო ფიქრობს ისეთი ძალებით,
მანამ ეს პრობლემები ვერ აი მაგ თქვენ აღწერეთ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, აი ძირითადი პრობლემა, კრიზისი, ჩავარდნა შედარებით მარტივი რბილად ნათქვამი სიტყვა, სისტემური დანაშაული, ჩვენმა სტუმარმაც, უჩანანუაშვილმაც პრაქტიკულად მისი ინტერვიუდანაც ეს დასტურდება, ვიცით რომ ის იყო სახალხო დამცველი და აქვს მეტი ინფორმაცია, წვდომა ანგარიშები მომზადებული და ასე შემდეგ. ეს რაღაცნაირად არის ერთი დიდი ჯაჭვი, რაც ახდენს შემდეგ გავლენას რიგი გადაწყვეტილებებისთვის, მათ შორის ვიცით რომ სწორედ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით შესაძლოა ჩვენს ქვეყანას შეუჩერდეს უვიზო მიმოსვლა შენგენის ზონაში. ეს არის ბუნებრივია დიდი საფრთხე. აი ამ მიმართულებით თქვენ ოპოზიცია რას აპირებს, განსაკუთრებით თქვენ წარმოადგენთ ოპოზიციურ ალიანსს, რა გაქვთ დღის ეს რიგში დაგეგმილი საზოგადოება, მაინც არის ისეთი ნაწილი შემორჩენილი, რომელზეც მუშაობს ეს პროპაგანდა, რომ თითქოს აი თქვენ დადიხართ ბრიუსელში, თქვენ აწვდით რაღაცნაირად არასწორ ინფორმაციას ჩვენს პარტნიორებს და ხართ საქართველოს მტრები, ვიცით რომ ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე, რომლის მთავარი ფიგურანტები პოლიტიკოსები არიან, მათ შორის ამ კომპონენტსაც მოიცავს ხომ, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები, რომ წინააღმდეგი ხართ ვიზა ლიბერალიზაციის და ასე შემდეგ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ის რომ საქართველოს აქვს ვიზა ლიბერალიზაცია არის სწორედ იმის შედეგი, რომ ესე იგი დემოკრატია იყო ჩვენი საფუძველი, ხო? და დემოკრატიული წყობა იყო ის, რაც ქართულ ხალხს უნდოდა და რაც მეტნაკლებად სრულდებოდა. დღესდღეობით ეს უკვე აღარ ხდება და ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანის უფლებების მასობრივ რღვევასა აქვს ადგილი და ამას მიუთითებს არაერთი შიდა თუ საერთაშორისო დასკვნა. მაგალითად, სახალხო დამცველის, თავად სახალხო დამცველის მოქმედის ანგარიშები რომ წავიკითხოთ, ჩვენ დავინახავთ იქ, რომ მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, და არაფერი არ იცვლება უკეთესობისკენ. ასევე ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს წინააღმდეგ გამოქმედა მოსკოვის მექანიზმი და უმძიმესი დასკვნა დადებული ადამიანის უფლებების მასობრივ რღვევასთან დაკავშირებით. არ დარჩენილა არც ერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია, რომელსაც არ უმსჯელია საქართველოში არსებულ უკუსვლაზე. აი, ბოდიში, მანიკა გაგაწყვეტილეთ მოსკოვის მექანიზმი ახსენეთ. საინტერესოა, რომ ეს მოსკოვის მექანიზმის დასკვნა არ მოიცავს მხოლოდ ამ ძალადობას და წამებას მოქალაქეების მიმართ არ ადამიანურ მოპყრობას, იქ ასევე ლაპარაკია არჩევნებთან დაკავშირებით მათ შორის და ბუნებრივია ის მოწამლა, რომელიც დღის ეს რიგიდან არ მოხსნილა, ბუნებრივია ეს საკითხიც ეს თემაც მიმდინარეობს მოკვლევა ამ საკითხზე. ყველა მიმართულებით არის უმძიმესი პრობლემები. ამ ვითარებაში ერთადერთი, რაც შესაძლოა, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეს ქვეყანა გადავარჩინოთ, დავტოვოთ დემოკრატიულ რელსებზე და ეს არის ერთადერთი გზა, რომ შევინარჩუნოთ ვიზა ლიბერალიზაციას და საერთოდ სრულფასოვანი გზა გავაგრძელოთ ევროპული ოჯახის წევრობისკენ, არის ის, რომ შეიცვალოს პოლიტიკური მართლობა ქვეყანაში. და ეს არის შესაძლებელი მხოლოდ ერთობით და ერთიანობით, როგორც პოლიტიკური ძალების, ასევე საზოგადოების ერთიანობით და თუმცა მარიკა, აი რამდენად შესაძლებელია, რომ ის ვითარება, რაც აღწერეთ, ხო, აი ამ ხნის განმავლობაში თითქმის 40 წუთია ეთერში ვართ და ბუნებრივია ეს არ არის ალკეული გადაცდომა, ეს რაღაცნაირად არის სისტემური დანაშაული, ამ დანაშაულს ყავს მთავარი ფიგურანტები, აქტორები, ავტორები, ასე შემდეგ და საზოგადოება მაინც რო იცოდეს, თქვენ სთავაზობთ, აი თქვენ სთავაზობთ საზოგადოებას, რომ მათ მოიმსახურებით, ხართ რეალური ალტერნატივა ქართული ოცნების და ასე შემდეგ. აი ეს რამდენად რთული, მარტივი პროცესი იქნება იგივე გადაწყობა თავად ამ სისტემის შიგნით, თქვათ რეფორმის გატარება, ბუნებრივია ამ შესახებაც საზოგადოებას უნდა გქონდეს ინფორმაცია. კონკრეტულად თქვენ რას თავაზობთ მოქალაქეებს, რას ეუბნებით, რომ როგორ რა შეიცვლება პირობითად, რა მოხდება შინაგან საქმეთა სამინისტროში თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში? კი ბატონო, ჩვენ ამასთან დაკავშირებით პარტია ახალით შემიძლია ვისაუბრო და კოალიციას წილებით წინა საარჩევნო პერიოდშიც ჰქონდა პროგრამები მომზადებული იმ რეფორმების შესახებ, რომლის განხორციელებასაც ვაპირებდით და ეს რეფორმები პრინციპში ძალაში რჩება, იმიტომ რომ ცვლილების შემდგომ შეუძლებელია ამ ფორმატით დარჩენა სახელმწიფო სტრუქტურების. უნდა შეეხოს რეფორმა აუცილებლად პირველ რიგში სასამართლოს და სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორღაც უნდა მივახციოთ ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ ეს არის როგორც დემოკრატიის და ადამიანის უფლებების გარანტი, ასევე ზოგადად სამართლიანობის გარანტი და ეკონომიკური წინსვლის გარანტი ამ ქვეყანაში. ასევე რა თქმა უნდა მოხდეს ჯერ სპეციალური დროებითი სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც სრულად გამოიძიებს ამ დანაშაულებებს, რომელიც
ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში მოხდა, რაც არის გავრცელებული და არ არის გავრცელებული, მაგრამ მოხდა და ადამიანებს აქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და უნდა მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის მთლიანად რეფორმირება. საერთოდ ჩვენ დეცენტრალიზაციის მომხრე ვართ და მიგვაჩნია, რომ ეს არის ერთ-ერთი გამოსავალი, რომელიც მნიშვნელოვანია როგორც სტრუქტურების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის რეალურ დეცენტრალიზაციებზე. მაგრამ სანამ ჩვენ მივალთ რეფორმამდე, მანამ გვაქვს გასავლელი ურთულესი გზა და ეს არის ცვლილების გზა, ხო? ცვლილება, იმიტომ რომ სანამ იქნება ქართული ოცნება, მანამ ამ რეფორმებზე საუბარი არ არის შედეგის მომტანი, იმიტომ რომ პროკურატურა თქვენ მარიკა ერთიანობა და ბუნებრივია გულისხმობთ პარტიებს, მათ შორის რომ საერთოდ ძალებით შეუტიოთ და დაამარცხოთ ქართული ოცნების რეჟიმი, მიუხედავად ამ განსხვავებისა, იქ დაპირისპირებისა, მაინც თანხმდებით იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც არის რეალურად შესათანხმებელი და საზოგადოებაშიც ბუნებრივია ყველა თანხმდება, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ეს ინსტიტუტები, პროკურატურა იქნება სპეციალური საგამოძიებო სამსახური თუ ასე შემდეგ, არ უნდა ექვემდებარებოდნენ ერთი ადამიანის ინტერესებს და ასე შემდეგ. მიუხედავად თქვენი განსხვავებისა თუ დაპირისპირებისა, მაინც ამ ძირითად პრინციპებზე, ღირებულებებზე, სახელმწიფოს მოწყობის საკითხზე თანხმდებით. თანხმდებით და გარდა ამისა, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ჩავატაროთ ეს რეფორმები და გვაქვს ამისი, როგორც ინტელექტუალური, პროფესიული, ასევე ყველა რესურსი, რომ ეს რეფორმები ჩავატაროთ და ქვეყანა გავაუმჯობესოთ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და ეს ვერ მოხდება ერთიანობის და ერთობის გარეშე და თქვენ ერთ-ერთი კითხვა იყო, რომელსაც ჯერ ვერ გავეცი პასუხი, რამდენად რთული გზაა. კი, ნამდვილად რთული გზაა, турბულენტული გზა არის, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ პარტია კოალიცია ცვლილებისთვის მივიღეთ ფაქტობრივად ხალხის ნდობა, ისეთი რომ პირველი ოპოზიციურ პარტიად აღმოჩნდით ხალხის ნდობის საფუძველზე, ამის მერე ჩვენ თავარი სამიზნე გავხდით არა მხოლოდ ქართული ოცნების მხრიდან. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაცნობიერებთ რა მნიშვნელობა აქვს ერთობას და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ერთობლივად შევძლოთ და შევცვალოთ, იმიტომ რომ დღეს ჩვენი ფოკუსი ყველასი უნდა იყოს მიმართული ქართული ოცნების წინააღმდეგ. დღეს მთავარი მტერი არის ის და ის არის შესაძლებელი, რომ შევცვლით ამის შემდგომ უკვე ერთობლივად კოალიციურ ფორმატში უნდა ვმართოთ ეს ქვეყანა, ჩავატაროთ რეფორმები და დროა უკვე დაიწყოს ამ ქვეყანაში ნორმალური ყოფა. არ შეიძლება ყოველდღიურად იღვიძებდე დაზაფხული და ყოველგამე იძინებდე როგორც მოქალაქე, იმიტომ რომ არაფერი ამ ქვეყანაში კარგად არ არის. არაფერი. ამას ჩვენ წინახაზე მდგომები გაცილებით რეალურად და გაცილებით მტკივნეულად ხედავთ, იმიტომ რომ ჩვენ თვითონ განვიცდით ამ ყველაფერს და ჩვენზე ხდება ეს რეპრესიები, მაგრამ ისინი, ვინც სახში შედან, ვინც ცდილობენ რომ არ შეიმჩნიონ, მათაც ეხებათ. ეხლა გუშინ წინ მაგალითად ჩემი ყოფილი მოსწავლე ჩაცხრილეს საკუთარ სახლში და მე მეშვიდე სართულიდან გადმოუგდიათ, ხო? ესეთი მკვლელობები ხდება ყოველთვის და რატომ ხდება და რატომ გახდა ყოველდღიური? იმიტომ რომ დანაშაულები არ ისჯება, რატომ არ ისჯება დანაშაულები? იმიტომ რომ სახელმწიფო თავად ახალისებს ძალადობას და არ დასჯის იმ ხალხს, ვიზეც დგას მისი ძალაუფლების შენარჩუნება და ეს ყველაფერი არის შესაძლებელი. ადამიანები მანამ არ იღებენ ხმას, სანამ მათ ოჯახებს არ შეეხებათ და უკვე ფაქტობრივად ეხებათ და მით უმეტეს ის ხალხი, ვისაც უკვე შეეხოდა ხმას არ იღებს, ეს არის იმის წინაპირობა, რომ უკვე სხვას შეეხოს, სხვისი შვილი მოკლან, სხვისი შვილზე იძალადონ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველამ ერთად ამოვიღოთ ხმა და ვიბრძოლოთ. თუ კი ჩვენ ყველანი ერთად ვიბრძოლებთ, ეს ყველაფერი მალე დასრულდება. ეს ყველაფერი რეალურად მართლა დასრულდება, მაგრამ თუ ამას ერთობლივად გავაკეთებთ, მალე მოხდება. მალე და დავიწყებთ უკეთეს საქართველოს მშენებლობას. დიდი მადლობა მარიკა სტუდიაში მობრძანებისთვის, პირდაპირ ეთერში